მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატა სპეშალ გეიმერი. ამ ვიდეოში იხილავთ ზომბი აპოკალიფსის პირველ ეპიზოდს. თუ მოგეწონებათ მეგობრებო ვიდეო, დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. წინა არხი წამიშალეს რაღაც მიზეზების გამო. დიახ, სამწუხაროა და ახლა კიდე დავიწყოთ ვიდეო. ვაიმე, მოვედი სოფელში. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ვაიმე, ზომბებმა როგორ შემოუტია საქაურობას, ჯანდაბა. ებიასთან ვიყავი წასული და ვაიმე სახლი იწვის საერთოდ. აქ თავები გდია, ჯანდაბა, თავები, თავის ქალები გდია აქ. ვაიმე იქ სახლი იწვის. ჩემი სახლი როგორ გაანადგურეს ზომბებმა. ბაბუა ჩემი სახლი შევამოწმონე და შიგნით არის თუ არა მაინტერესებს ბაბუა ჩემი. არა, ბაბუა არ არის. მოდი აქ შევამოწმებ ერთი აქ. არა, თუ აქაც არ არის. არა. როგორ შემოგვიდიეს ასე ძალიან ზომბებმა. საინტერესოა. მოდი ამ სკილს გავხსნი. ვაშლი ვიპოვე. რა ვიცი, ავიღებ ვაშლს და მექნება. აქ ეს სახლი იწვის სამწუხაროდ. მოდი აქაც ბაბუა ჩემის ოთახს შევამოწმებ და აქ სისხლები გდია. ბაბუა აქ არაფერი არ დევს. აქ კი დევს, აქ იარაღი დევს. ძალიან კაი. ძალიან კაი, გამიხარდა ახლა. ძალიან კაი, მოდი კიდე დავათვალიერებ აქ სახლებს რაღაცებს. შემოვედი სახლში. აქ არაფერი დევს. აქაც არაფერი დევს. რატო? ვაი მე აქ ეს სახლი კიდე იწვის და გამოვეცალო ამ სახლს რამე არ დამემართოს. ჯანდაბა. ეს ხის მჭრელი სახლი იყო, მახსოვს. შეშა მოქონდა ხოლმე ჩვენთან. მაგრამ მისი სახლი ახალივითაა, მაგრამ იდეაში რა ახალივითი. მალე დაინგრევა ეს სახლი წესით მქონი, ხო. მალე დაინგრევა და მე ბოლოში ჩემ სახლში შევალ იქნება და ვიპოვო ვინმე და არა პატრონი მოკლეს ჯანდაბა. მოდი აბა ჩემ სახლში შევალ. შევიდე ჩემ სახლში. ჩემი სახლი. ვაიმე! ჩემო ძმაო, აქ საიდან გაჩდი? მიხარია რომ ჩამოხვედი. დიდი ხანია უკვე აქ ვძოლობ მე. წვალობ. ზომბების გარო დავიცვა სახლი და საერთოდ აქავრობა. კი აღარავინ აღარ არის აქ, მაგრამ მაინც მე ხო აქ ვარ და თავს ვიცავ და ასევე ამ ადგილსაც ვიცავ როგორ შემიძლია. როგორ ახარ? კარგად ვარ, ახლა ჩამოვედი. ბებია ჩემთან ხო ვიყავი და შემდგომ წამოვედი, მეთქი დაუბრუნდები ჩემ მშობლებთან ხო და სად არიან ჩვენი მშობლები ძმაო? ჩვენი მშობლები ცოცხლები აღარ არის. რა? მათი გადაცემა ვერ შევძლებთ. რანაირად და ღამე აქ ისეთი რაღაცეები ხდება, რაც შენ ნამდვილად არ იცი, მაგრამ დღეს გაიგებ. ძმაო, მე სიარაღი ვიპოვე ბაბუას სახლში, რომ შევედი, ვაშლი ვიპოვე და გაგინაწილებ ძმაო, რაც მაქვს მოგცე. ეს ერთი უმიხორცი ვიპოვე ძმაო და რა ვიცი ძმაო, რა ვქნათ? ძმაო, ბაბუა არ იცი სად არის? არა, ხო და ერთი სიტყვით რა უნდა მეთქვა, ბაბუა ჩემმა იარაღები წაიღო, რაღაცები წაიღო და წავიდა, რავი. უფროსორად როგორ გითხრა, მე არ დაუტოვი ვარ, ერთად ვიყავით, მაგრამ მე ერთ ოთახში რო შევიდი და ღამე იყო, მე აქეთ ოთახში დავრჩი, ვეღარ გავედი, იმდენი ზომბები იყვნენ და რავი დილით აღარ დამთა ეთყობა, წავიდა, არ ვიცი, არა ვერც მკვდარი ვერ ვნახე და არ ვიცი ბაბუა ჩემი სად არის. ძმაო, მალე ღამდება, მალე შემოგვიტევენ. ვაიმე, დაღამდა ძმაო. მოდი, ვაიმე, უნდა მოვკლათ. შანსი არა ეს, უნდა მოვკლათ. ჩავხოცე ცოტა. ვაიმე, ესენი რკინა დააგდო. აი პატარა ზომბი. მოვკალი. ვაიმე, ძმაო, დამეხმარე. გვერდში დამიდექი. გადასატანი მაქვს. სადა ხო ოთახში ხარ? კი. არის შავხოცეთ. ძმაო. ვაიმე, რამდენი არიან? ობობა, ვაიმე. ძმაო, ეგ დანა საიდან გაქვს ძმაო ეგეთი? ვიშოვე. საიდან?
სახში იყო რომელიღაცა. ვაიმე. სულ მდგომარეობაში ვარ, რამდენი ზომბები მოვკალით. იქ კიდე არიან, ვაიმე ესობობის ქსელი ჯანდაბა. დაამტრია ესობობის ქსელი. ეს ის ხის მჭრელი იყო, მე ვინც მოვკალი. არა, არ უნდა მომეკლა. ხის მჭრელი ხო გახსოვს ძმაო, ამ სახლში რო ცხოვრობდა. მახსოვს, შეშას რო გვიზიდავდა ხოლმე. არ უნდა მომეკლა, ვნანობ. მოდი, მოვკლათ. ეგ არის მოვკალი. ძმაო, მალე სახლში უნდა შევიდეთ, მგონი. ძალიან წვიმს, ძალიან დავსველდი. შენს დასვა არ გავუციუდეთ, ძმაო. ვაიმე, ერთი ამბავი არის აქ, ყველა იწვება. გათენებულა ძლივს. კრიპერი. ძმაო, კრიპერი. ფრთხილად იყავი. აბარა, ძმაო. ჩვენ უნდა გავანადგუროთ ესენი. ჩვენი მშობლების გამო. უნდა გავიგდოთ ესენი. ძმაო, მოკლედ ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ სადმე ადგილას, მაღაზიაში ან სადმე, რადგან პროდუქტები ავიღოთ, რადგან უკვე შემოგვიტიეს ზომბებმა და რა ვიცი. წამო ძმაო, ამ ხარეს წავიდეთ და ვნახოთ წინ რა გველოდება. ეს იყო ზომბი აპოკალიფსის პირველი ეპიზოდი. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, დაალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.